წლების მანძილზე რამდენჯერაც შორი და მყინვარწვერს დავინახავდი, სულ მინდოდა ხოლმე რომ იქიდან გადმომეხედა. აი, რატომღაც არ მასვენებდა. ხო და მეგობრებო, ეს დღეს დადგა. ერთ დღეს მე და ნოე ავალთ ერთად. ახლა მიმაქვს მხოლოდ ნოეს წინდა. და ჩემი ნოე დიდი ბიჭი რო იქნება, ერთად დავლაშქროთ მყინვარწვერს და კიდევ მრავალ ადგილს. ხო ნოე? კი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BB8-ს, როგორც იქნა ჩემი ერთ-ერთი ოცნება ხდება. ახლა დავიძრებით წუთი-წუთზე, 5:11 წუთი არის ახლა. 5-ცა იღებ? ახლა ვართ აი აქ გეგეთის სამეფო. გაიცანით ბიჭები, ეს არის ლევანი, რომის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. ლევანი APK. აღწერაში მექნება მისი ლინკი, YouTube-ს იწყებს და ძალიან მაგარ რაღაცებს აპირებს დასრულებასთან დაკავშირებით. ეს რაღაცას დავამატებ რა. ავალთ. გაიცანით, შემდეგი წევრი. რავით. ეს ო და აქედანვე მინდა მოვიკითხო ზემოთ, მაინც გადაღლიზე რო არ დამავიწყდეს ალექსანდრე ღუდუშაური. მისი მამაც აქედან წერა სტეფან წმინდაში შემხვდა და მოვკითხო ალექსანდრეს. მეგობრებო, დავადექით პირველ აღმართს. ეს არის პირველი აღმართი და ლევანი თქვა მე სწორდებაო. ავა ჩემ მანქანას ნახავდის. ნუ მიაკდებიან ხოლმე პირველ აღმართს. პირველი აღმართი ამოვიარეთ. სანამ აი ასეთ ვისი სწორზე ვივლით. ჩემ ჩანთა იწონის 17-18 კილოგრამს. ფიზიკურად ვეღარ შემომცირებდი რა. თავ ვიდეოს ვიღებ. ჭირდება უსადენო დამტენი, მე მეტეო სადგურზე არ ვრჩები. შესაბამისად ჭირდება კარავი. აი წონები მაქვს. მეგობრებო, ამოვედით მეორე გასაჩერებელი. ლევანი ხა რას გვეტყვი აბა? ჩემი აზრები ისევ იგივეა. ავალთ. ეს რაზომ სიმაღლეზე ვართ ხა დაახლოებით ნეტა 2000? დაახლოებით 2500-ზე ვართ ხა. აჰა. გამარჯობა, წეღან არ გაგესწანით. მე ვარ ვასკა. ნუ აფერი არ არის ჯერჯერობით, არც ერთი არა ვარ დაღლილი, სამივე წყნარად ჩვიდად მივდივართ. და ავალ ძალიან მარტივად. შეხედეთ მეგობრებო, რა მაგარი არის. წინგველის საოცარი დღეები. აი საოცარი დღეები, რომელიც თელი ცხოვრება მემახსოვრება. შეხედეთ რა მასია. ზოგადად მარტო სიარული, იმიტომ არის უფრო მარტივი, რომ არ ფიქრობ ვიღაცებზე. და ეხლა რას გულისხმობ? საერთოდ როცა დადიხარ და რაღაცა, მოკლედ ყველას აქვს თავისი ამპარტავნება რა. ფიქრობ, მეთანხმები მაგაში. ხო, რა თქმა ყველა უნდა. თავისებურად ამპარტავანი ტიპია. და იდეაში როცა იღლები, ვცდილობ რომ არის უნდო ესე არის უნდო, იმიტომ რომ თავი შეიკავო და აი ვიღაცასთან არ ვითომ არ დაიღალე. ხო, ვიღაცასთან არ გამოჩნდა რომ არ დაიღალე. რეალურად მე მარტო როცა დავდივარ. ანუ ჩვეულებრივ სუნთქავ როგორც მე სიამოვნებს. და ბევრად მარტივად დავდივარ. ხო და თუ სიარული შეგიძლია. ანუ ხმას რა აზრი აქვს, ხო? რას გამოცემ. თავი რომ საქმით ამტკიცებ რომ შეგიძლია. ამიტომ მე იგით რაღაცას არ ვაკეთებ არასდროს რა. და ადრე ვაკეთებდი და ძალიან ვიღლებოდი ხო. გა ჩემი ყველაზე კაი რჩევა. მეგობრებო, ეს არის მესამე დასვენება. დაიწყო 7 საათი, ჯერჯერობით. რავი, კარგად გრძნობ თავს. ამ დასვენების ვერ ნახეთ. როგორც ლევანი თქვა, იწყება სასტიკი აღმართი, რომელიც ყველას გონია რომ მორჩა და სიამდვილის საშინელებაა. აი იქიდან მე ჩავალთ და გავშლით კარავს. ზადაგზა არ გირთვებით სიარულისას, იმიტომ რომ უფრო გართულდება გადაღება. ორივე ხელით ჯოხი მიჭრავს, ახალი ხელით კიდე გადაიღე. თან ჯობია
ჩვენთვის შვიდად ვიარავთ. თან სიარული ისეთი არაფერია, ავდივართ აღმართეს, მეტი განსხვავებული არაფერია. აი, გერგეთის სამება, ამოვიართ დიდი აღმართი, გავჩერდით, მე კიდე დიდი აღმართი ამოვიართ, გავჩერდით და მე აი ეს თელი ის ამოვიარეთ და აქ გავჩერდით. ახლა ვიღებ GoPro-თი, მეგობრებო, GoPro წამოვიღე ისეთი სიტუაციებისთვის, სადაც ტელეფონს ხელში ვერ დავიჭერ და უფრო მარტივი იქნება GoPro-თი გადაღება. GoPro-სთვის უდიდესი მადლობა ჩემს მაგარ მეგობარს მირიანის არხი გეცოდინებათ და ვინც არიცით, აქვე მივაწერ სახელს, გადადით გამოიწერეთ, იმიტომ რომ მირიანი ამ საქმით GoPro-თი მაგრა დამეხმარა. ახლა ფიზიკურად ვერ მოვასწარი ყიდვა, აქედან რომ ჩამოვარ, მალე დავითრე უკვე ჩემპირად GoPro-ს. მირიან ჯიგარი ხარ. მეგობრებო, ეს არის მეოთხე დასვენება. მაგარ იმაზე ვარ, რა მუღამზე უბრალოდ მეძინება სერიოზულად, იცი რატო? სადღაც სერიოზულ რაღაცაზე რომ მივდივარ, იმ ღამით ყოველთვის ცუდი ძილი მოხომე რა. რაც არ უნდა ადრე დავიძინო. იცით, თან ძილის რეჟიმი ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული მაქვს, მაგრამ რაც არ უნდა ადრე დავიძინო, მაინც მეღვიძება მე მალე გაღვიძებაზე ისედაც ადრე ვდგები 7:08-ზე ვდგები, მაგრამ აი შუაღამისას მეღვიძება, მე ვერ ვიძინებ ტრიალებს ურამე რომე და მაგიტო ეხა მიძინება. აქ არ ჩანს. აი ეს უნდა გადავიაროთ. მე კიდე აი ესეა რაღაცა. მაგას გადავივლით და ჩავალთ გავშვით კარავს და დავიძინებთ. გიჟური ნისლი, მაგარი ქარი და თითქმის 9 საათია. აგეთ უკვე ყინვა არის. ჩავდებ კამერას, ჯოხს დავიჭერ, თორე ასე სიარული რთულიცაა და ცოტა სახიფათოც. ლევან, რამდენი მეტრზე ვართ? 3001. საბერწექვია, ხო? საბერწე. აი არაფერი გადამიღია ბუდიში მაგისთვის, მაგრამ საშინლად სივა. თან აი გზაში მაინც საჭმელი დამაკლდა რა. იცით რატო? დასვენებებზე წყალს ვსვავდი, საჭმელი მაინც ჩანთაში იყო და აი ყოველ გახსნა, გამოხსნა ისა და ნაკლები ვჭამე მარტო აი რაც მოდიოდი, ერთი სნიკერსი, მეტი არაფერი მიჭამია. ანუ აზრზე ხართ, მანქანაში ვჭამე ხაჭაპური, ნუ დილას საჭმელი სახში კი ვჭამე, მაგრამ მეტი არაფერია და მაგ თემაში აი თავი მტკივა რა და აი რო ჩავწექი დავისვენე და სხვათა შორის მაგარი ყინვა არის. ახლა ბიჭები წასულები არიან იმაზე წყალზე რა და წეგან მათარას მომეციო რომ იმას აქვთ წავიღოთ აოსოთ და უცებ მივიყუდე მე თქვი ცოტას დავლებთქო და ყინულები წამოვიდა რა. საშინელი სიცივე არის, სამივე დაუწევებით ამ კარავში, ხვალ ალბათ წვერის მომეყინება, მაგრამ ჩემი საძილეთ ომრის იმედი მაქვს. თავიდან ვერ გითხარით. აი მაინც ახლა ამხელა გზა პირველად ვარ, ჩემთვის საერთოდ ესეთი თემა არის ძალიან უცხო და შესაბამისად შეიძლება ბევრი რაღაც გამოვჭეს. ეს არის Alps Mountaineering-ის საძილე ტომარა არის, ქემშიარიდან არის და არის -17 გრადუსიანი. ხო აზრზე ხართ ამაში ახლა რა ჩაღუღუნებულს ამეძინება. თავთან მაქვს იზის ვენაცვალე, ლეღვის ხრაშუნები, შებოლილი სულგუნი და ბაუნტი. ამას შევჭამ ძილის წინ. აქ არის ჩემი უსადენო დამტენი, იმედი არ გაიყინება. მე საძილე ტომარაში შემოვიტან და აი ხელები უკვე ისე მაქვს, აი თოვლში რო ჩაყოფ. ლევანი დღეს იძინებს საქართველოს დროშაზე, ჩემ იმაზე პატარა დასაჯდომის რო არის. საძილე ტომის ჩანთა და რავი, ეგეთი რაღაცები აქვს შეკრული. აბა. ახე. შაუმაგარია. ასეთი დილა არის მეგობრებო. ყინავს. მაგრამ აი ასეთ საოცრებას უყურებ. ნახეთ, რისთვისაც მოვედი. შეხედეთ რა ლამაზია. მინდა გითხრათ, რაც გუში ვერ მოვასწარი რისი თქვაც. რა მოხდა? როგორი გზაება და ასე შემდეგ. მოკლედ, ჯამში გავიარეთ 10 კილომეტრი ნახევარი. აი, საიდანაც დავიწყეთ იქიდან ზუსტად აქამდე, ჩვენ კარვამდე. დამღლელი გზა არ იყო.
აი ფეხის კუნთებიც კი სულ ჩაულებრივად აქვს. ერთი ის არის მარცხენა ფეხზე გამიჩნდა საშინელი მაზოლი გოსთვის ხარეს რაც მაგრამ ეწვის, მაგრამ არ მაინტერესებს. ანუ გზადამღლელი არისო. თავარი არის ის, რომ ცოტა სხვანაირად მიუდგე რა. თვითონ ისი არ დაგხალოს გონებრივად. რომ მიდიხარ და რაღაც თემათ არ ვხამდება ესა მაგ თემაში. და კიდევ თავარის თქმა დამამწყდა. მოკლედ ვისაც გენდოებოთ უცებს სიტყვაზე, ყინულ წერილზე ასვლა, იპოვეთ სიტყვაზე გიდი, მაგრამ აღჭურვილობა არ გაქვთ, შეგიძლიათ იქირაოთ კემპშიარში. მაგალითად, ფეხსაცმელები რაც მე მაცვია, ძალიან მაგრებია თან, აი ისე ვიარე, ოდნავი სიცივე და სისველი და საერთოდ არაფერი მიგწნია. ფეხსაცმელები 30 ლარი ღირს ერთი დღე, ფანარი 5 ლარი, წიაპები, ჩაფხუტი 10 ლარი. აი ეს წერაყინიც 10 ლარი. შეიძლება მოვიკითხე, აი ქვემოდან სტეფანწმინდიდან ალექსანდრე ღუდუშაური, აქედან ვარებ ალექსანდრეს ძმასაც ხარებასაც მოვიკითხავ. რათმა მამამ მომწერა, მშვიდობიანი ლაშქრობა გვისურვა, მადლობა აქედან. ეგრეც იქნება. გაიხარეთ. მეგობრებო, ფეხი უნდა დავიმუშავა. ჩემი შვეიცარიელი აქ არის. ვინც მოვიხო ფეხზე და მე წებოვანი ლენტით ისე შევიკრო. ძალიან დიდება გაგლეჯილი და ეგრესიარული ძალიან უაზრობა იქნება, ყველა უნდა ვიტანჯო თავი. ფეხი მოვიშორე, შეხვეულია. ეხლა სახეზე დამატებინებელი უნდა წავიშვა, იმიტომ რომ აი მიდამოებში საშინად მიშრება ხოლმე და იქ ისედაც დამწოს და უარესი იქნება. ოთხოლდ კანის დამატენიანებელია. მე მზისგან დამცავს არასდროს ვიყენებ. გონი ეყოფა არ ვიცი. მეგობრებო, ახლა უნდა ჭამო იზის ქათმის სუფხარჩო. ამას აქვს 682 კალორია. აქ რა მარიცივდება ყველაფერი. გაგრელებულია უკვე? თბილია რა. აი წვეში რო ვარ ხოლმე 5 წუთი ველოდებიო. ეს გათბეს ხოლმე, თორე ძალიან დუღარია. მეგობრებო, ეს არის ბოლო ეტაპი, თითქმის 12 საათია, 12 ნახევარია. წყალს ავავსებ რაღაც დოზას და გზაში რაც შეგხვდება, ის ფილტრი მაქვს წამოღებული. ლაიფსტრავის და იმით გავფილტრავ. დანარჩენი ყველაფერი მზად მოგაქვს და ჩალაგებულები ვართ. მეგობრებო, დავიზარით. ახლა მივიდივართ მეტეოზე. მეტეოსადგური იგივე ბეთლემის ქოხი მდებარეობს ზღვის დონიდან 3650 მეტრზე. აქ შეგიძლია აიღო ოთახი და იქ დარჩე, ან კარვით გარეთ. ასევე ეს არის იდეალური ადგილი იმისათვის, რომ ორგანიზმი დროებით მაინც შეეჩვიოს სიმაღლეს. პირველ შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ კარვით დავრჩე გარეთ, პირდაპირ ყინულწვერის ქვეშ. ულამაზესი ხედი მექნება. ახლა გვაქვს ღრუბლიანი ამინდი და ბევრად კაია რა. ცხელა, მაგრამ იმდინა და ანუ ამ წამს იდეალურია. აქ ცხელა, აქ ცივა. მარა, თუ გაწვიდა და რამე? რავი. წესით არა. და იქ ეხა კარავს რო გავშვით მეტეოზე და რამე, მე თუ გინდა დააჭიროზე. გავიხდი საერთოდ და ეგ იქნება.
ნახეთ რა ლამაზი. ნახავ ლევან ნამდვილ გემოს. აღე პირდა. უკვე რა დრო კი არ უნდა. შიგნი უყენია დიდი ფილტრი. ეგ ფილტრავს 2000 თუ 3000. დიდ. ანუ როგორ რაღაც რო სჭირდებოდა რომ დაწებულიყო მე ცოტა. არა თვითონ იქ რო გადის წყალი იქ იფილტრება. გამოუშვა ლევან. გამოუშვი. ნახე კამკამა გამოდის. აი დააკვირდია კამკამა გამოდის. ისეც გადმოუშვი თუ გინდა ნახე. ვა. ვერავე. მოვედით ყინულთან. წრეპები უნდა გავიკეთოთ ფეხზე. და ჯერ ფიების დროა. ჩუჩხება. ასას კალორიას ავწდი დღეს უკვე. მაგრამ მუღამზე ვარ რა. აგერ ლევანი მიწყობს წრიაპებს. იმიტომ რომ მე ამისა წყობის აზრზე არა ვარ. აი ვისაც მომავალში დაგჭირდებათ ლევანი გვასწავლის ერთად წრიაპების გაკეთებას. ასკარას გვეტყვი. რა მე მზად ვარ. გამგონი ის. ლევანის სწავლობით. აი ნახე. აი. ერთს აქ გამოუყრი. შენი არის უნივერსალი წრიაპები. ამას ნახე წკაპიროა. ხო. აი ნახევრად ავტომატურია, ცალი მხარე წკაბზეა. შენი ფეხსაც ეს ყველას მოერგება, ყველა ფეხსაც და ის ყველას არ მოერგება. აი ხომ ნახე მე რა ეს შეგვიძლია რომ ეგრევე აქ გავუკეთოთ. აუშვით ეს პირობითად. ნახე რამ ხელა იქნება. ხო. მაგის გამო მე მოკლედ ხოლმე ფეხზე ერთხელ ამ ფეხზეც კარგა გაზის. ხო. ორივე შედიხარ, ერთში გამოდიხარ. ხან პატარას კიდე სადმე ჩაიტანე. აი არაფერია. კიდე მიხილა რაღაცა ვიცით. აი მეორე ჩემი თუიზა. ო მეორე ჩემი თუიზა. რიგ წვერზე მე არ მექნება ამის თქო. სულ დავამუღამოთ კარგად, რომ სწრაფად ჩაცმა იცოდა. ახლა ჩემი ჯერია. აი. თერნა მოუყარო აქ. ხო ლევან? კი. უბრალოდ უყრი, აღარ უნდა ხო დატრიალებ. არა, მანდ არაფერი. მერე აქ. ეხა ვიხო ფეხზე. ხო. უყრი ორივე. და უყრია ეგ ხო ზედაში. კი, ხა ერთში.
მაგას სადმე ჩააკვეხებ და ეგ არის რა. გორი მოსწავლეა. ჯაი, მასწავლებლებს რო ჯობია ეგეთი. კენ არ გაქვს ტრიაპები? ჰა? ტრიაპები არ გაქვს? მანახე ერთი შენი ფეხი. მანახე, ო აი ეგრე ყოჩახ. მეორე? მესამე? აუ ამას რამდენი ტრიაპი დაჭირდება? მეოთხე? მაგას უნდა უფიცრია. მეგობრებო, იწყება ყინულის გასვლა. მე მაგ დაყენებული ჩემი ტელეფონი აი ამაზე ეს იხსნება რა და შტატივის თავი უყენდება. ამიტომ მასე გადავიღებ. როგორც ლევანი მგვითხრა, ამის მერე იწყება ბოღმა აღმართი. ხოდა მაგ ბოღმა აღმართს დაეხაწეს. მეგისწორო? მიდი. ყველამ უნდა გამოიყენოს არა ლევანი, ლევანმა. უფრო უფრო კლასი. ლევანმა გვითხრა რა, ლევანი მარა, ლევანმაო. წავედი. დაეშნენ ცხენები. ჰა. მიდი ხა მოგცი. აღარ წავიღებ მართლა. ლევანის ხელთათვანი მოსწონს. აღარ წავიღებ ხოლმე. ამდენზე არ შევთანხმები. მომეც. ციგრი. მომეც. მომეც. აი, მოდი. ეხა მაგას თამაში უნდა. დაჯექი? სად უნდა დაждდეს? დაჯექი. ეხა. ყოჩაღ, რა ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ? ნახე რა ჭკვიანები არის. თათვანი მომე? მომეცი? ო. შემოდ გაჭმე მაგისტრის. კარგი ბიჭი ხარ. წავედით. მადლობა. კიდე მოგცემ სანდესს. არ მოგყავს სპონსორები? თაში ვინც დავდივართ. შოკოლადი უეჭველი დაგვაქვს რა. ხოდა მე მგონი დროა თვალები გაახილოთ. ისეთ ჩვენც გვეხმარება ეს ტკვილი თვალის გასახილება. ბიჭო რა მხარე ნატრალია. შეხედე. ყოფილა გრმა. ეს ხო ეს წყლისაა და ხოერთო დაგვიფაროს რო რამე იყოს გამოსული ხა. იქითაა ცუდი ნატრალების შავი რო ოქოში. ხოდა ტექნიკური რო არა, იმას არ ნიშნავს რომ მარტივია რა. არა ხო ზოგი ვიდეოებში იცი რა მარტივად წარმოაჩენს ხოლმე? და ეგრეს არ არის. მაგიტომ მე ბევრს აქვს ეგეთი ამბიცია რომ ძალიან მარტივია. ხო ეგრე რო არა, მაგიტომ ვატყობ უკვე რო ეგრე არ არის. ნახეთ მეგობრებო, აი რა გამოჩნდა. წინა რუცი რა გველოდება, მაგრამ აი ყინულის აღმართის საშინელი ჯერჯერობით არაფერი. უნდა ვთქვა რომ ჩემს ყველაზე რთული ეგ იყო. არა ლევანი როგორც თქვა, ეხა იწყება. ამოვედი მეგობრებო მეტეოზე. უნდა ვაღიარო რომ ლევანი მითხრა რომ ეს არის ბოღმა აღმართიო რა. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს აღმართი ისეთი არ იყო, ამ აღმართზე დავისვენე 2-3ჯერ. აი ყინულის აღმართი იყო საშინელება. ფილტვები დამიღალა რა.
მე მანამდე რომ მქონდა ვიდეოები მაგალითად TikTok-ზე ნანახი მყინვარწვერის ბევრი აღწერდა ძალიან მარტივად. ეგრეც არ ყოფილა საქმე. მარტივიც არ არის. სასწავლად რთულიც არ არის. მაგრამ აი მარტივს მართლა ვერ დაუძახებ. სისულელია რომ ამას მარტივი დაუძახო. თვითონ ლევანი იმას მითხრა. რომ ცუდიაო ეგრე რომ ამბობენ ხოლმე ვიდეოში მარტივია. მე გონია რომ მარტივია სხვანაირად უდგები და გზაში ხვდები რომ არ არის მარტივი. ფეხები ძალიან მაგარ ჯანზეა. ერთადერთი დამეღარა ფილტრები. მეგობრებო, კარავი გავშალე, ამაღამ ვიძინებ აქ. ამაღამ და მომავალ ღამეს. ლევანი დავასკა მეტეოსში. არის კარგად უნდა გამოვიძინო და კარგად უნდა დავისვენო რა. თული იყო ნამდვილად. ის სიყვარული არის. ძახს რო ხედავ ენერგია მივსება რა. ლამაზო. ვინა კარგი გოგო, მოდი, აბა მე ვნახე ჯერ გამიცანი. აი რა სიყვარული. ესე უყვარს ტაისონს თამაში. ეს არის ბიჭების ოთახი. ტკბილი ძილი ბიჭება. შემოგვიარე შენ რო რაღაც. იმედია არ დამჭირდება რო რაღაც. კარვიდან მექნება პირდაპირ საოცარი ყინვარწვერის ხედი. მეგობრებო, ვასკა და ლევანი ავიდნენ ზემოთ. იქით ხორჩებიან და რომ მოწესრიგდნენ და რამე რა. მე აქ შემოვყარე ჩემი ინივთები. საძილე ტომარა მზად არის. ძირსაგებიც გავბერე. დამატებით ძირსაგების ქვეშ კიდევ ის ერთი ძირსაგები მაქვს რა ჩვეულებრივი გასაშლელი. გარეთ ყველა აქაურები თვითონ აქაური ვინც არის, მეუბნება გარეთ არ დარჩეო. უნდათ რომ გადამაფიქრებინონ და არ ვიცი რა მეგობრებო, იმედია სანანებელი არ გამოდგება. ესა თქონდა. ეგ. უბრალოდ ორი მუღამი მაქვს. ერთი მუღამი არის ის რომ გავტესტო საძილე ტომარა და ძირსაგები ასეთ პირობებში, იმიტომ რომ ქვების ჩამოშლის ხმა იყო. მოკლედ ერთი ეგ მინდა რომ გავტესტო ორივე, მეორე კიდე ის არის რომ მუღამი მაქვს. აი ხა ცხოვრებაში კიდევ როდის მეძლევა იმის შანსი რომ ყინვარის ქვეშ დავრჩე კარვით და არა შენობაში. ამიტომ მეგობრებო, ასე ვიზამ. ტანსაცმელს მაინც ვიხდი საძილე ტომარაში რომ ჩავწვევი, არ მყავს ტანსაცმელი ჩაწვა. შარვალსაც გავიხდი, ზედებსაც და თუ ღამე შევატყე რომ მართლა მცივა და რაღაც, ამ ტანსაცმელს ჩავიფენ და ზედ დავწვევი. მაგრამ დარწმუნებული რომ ეს საძილე ტომარა თავს მაგრად გაართმევს. -17-იანია. ექსტრემს არ გულისხმობ, თვითონ საძილე არის -17-იანი. აი ეგ თავში არ ვიცი სხვა კადრებში თუ შეამჩნიეთ 0 გრადუსი რო წერია. ეგ არის ფარენჰეიტში. ცელსიუსებში არა რა. ჩემ ბარგი ყველაფერი აქ მაქვს. ფოტოშორის აქ მაქვს წამოღებული ჩემი ციგნაკი. თუ მეძლევა, თუ მექნება იმის დრო და თავი რომ რამე დავხატავ და ამ ადგილთან დაკავშირებით სამახსოვროდ მექნება რა. აი აქ რომ მოდიხარ, განსაკუთრებით რთული არის ის რომ შენი თავი გეუბნება მიდი გაჩერდიო, არა და დაღლილი მართლა არ ვარ, უფრო დამეღარა გული და ფილტვები რა. სხვანაირია მაინც. ასე მალმალი იცვლი უცებად იხარ მაღაზზე. ერთი ეგ და მეორე ცუდი ის არის რომ ძალიან მედატრებიან ოჯახის წევრები რა. ჩემი ნინი, ნოე, მშობლები და ტაისონი ყველა ძალიან მენატრება. აი ერთი პერიოდი რომ ამოდიოდი გუშინ, უბრალოდ ხმის გაგება მინდოდა ნინისი რა და დაურეკე. სხვანაირი იმაზე მომიყვანა ენერგიაზე. ერთი ეგაა მოკლედ რა, ოჯახი რო გენატრება. ნახეთ. რა სილამაზია გარეთ. შეხედეთ. ძალიან ლამაზია.
7 საათია მეგობრებო. მეთეოზონა შევიდე. თოს გადავანა გაზით რა. თორე წყალი არ მექნება საერთოდ. ცოტა შევჭამ, ყავას დავრე, გამოვარდები, ეგრევე დავწვევი და ვიცინე. ეს არის სასადილო. ვასკა როგორია, აბა? სასადილო. აი დღეში ხო ძალიან გემრიელი არის ხოლმე ჭამა, მაგრამ ამ სიმაღლეზე უფრო მაგარი გემრიელია ეს ბეიბი საჭმელი. აი თქვენ რო გარეთ შევუდით და იქ ვაკეთებდით, გაზით უფრო მაგარი იქნებოდა. შევხელებს არის ეს. ლეონი ჩუმათარი. რა სიტყვი? მიუტანი აგვიანებს რა ერთი პრობლემა. აქეთ გვაქრავი, რაც გინდა აიღე. ქართველებმა რაც გინდათ აიღეთ. აქ ეს რა თქმა უნდა. კარგი არის რომ არის. განსაკუთრებით გაუხარდებათ რუსებს. ძილის დრო მოვიდა მეგობრებო. საათი არ ვიცი ახლა. გეტყვით რო შევა. მაგრამ რაც მალე დავიძინებ მით უკეთესი. ყველა მეხვეწება დარჩი შიგნიო, მაგრამ აი აქ მაქვს მუღამი რა. მეტი სირთულის მუღამი მაქვს და ყინორწვერის ქვეშ ძილის მუღამი მაქვს. უკვე მაგრაციო. შევა. მოვედი. ახლა მომიზადები დასაძინებლად და ზოგადად დაძინებამდე გეტყვით ტანსაცმელზე თვითონ, იმიტომ რომ მანამდე არ მithkoms. მოკლედ არაფერი განსაკუთრებულით მე არ ვარ წამოსული. ყველაზე მთავარი რაც არის კარგი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი როგორც გითხარით, შეგიძლიათ იქირავთ ქემშიარში. მე ქემშიარიდან მაქვს ძალიან მაგარი ფეხსაცმელი, აი არაფერი მიგწნია რა საერთოდ. წამოღებული მაქვს 2 წყვილი წინ და სალაშქრო წინდები. ასევე მე ხო იცით ძალიან მიყვარს რა ეს ტრადიციული რაღაცეები და მატყლის წინდები მაქვს წამოღებული. ნაქსოვი და მაგას ვიცმე ხოლმე თვითონ საძირეტო მარაში, აი საოცრება არის. შარულის სულ თავიდან მაცვია თბილი ელასტიკი, დათბილული ელასტიკია. სიცივეში იყენებენ ხოლმე. მაგის ზემოდან მაცვია დათბილული შარვალი და მაგის ზემოდან კიდე მაცვია ერთი შარვალი, რომელიც ქარს არ ატარებს. უმჯობესია ისეთი ჩაიცოთ ზემოდან, საერთოდ სითხესაც რო არ ატარებდეს რა. ჩემ მაგალითად სითხეს ატარებს. მაგრამ საბედნიეროდ ამინდებში გაგვიმართლა, ახლა რო ეწვიმა, სულ დავუპებოდი რა. ახლა რაც შეეხება ზემოდან. ზემოდან მაცვია ეს ჯეკოვსკინის ქურთუკია, რომელიც არის საწვიმარიც და ქარსაც არ ატარებს. ამიტომ აი ეს რომ მაცვია ძალიან თბილად ვარ. წამოღებული მაქვს კიდე ერთი სპეციალური ქურთუკი, ეგნინი გამომატანა. მაგარი ქარია, იმედია ღამე პრობლემებს არ შემიძლია, იმიტომ რომ სოლები ვერ ჩავარჭე მეგობრებო. სუქვა არა ქვეშ. ერთი ქურთუკი მოკლედ ის რაც უკვე ეგ დამჭირდება ყინორწვერზე. ეგეთი უნდა იყოს ძალიან თბილი, არ ატარებდეს ქარს, სისველეს. ანუ სამთო ქურთუკი გჭირდებათ ყინორწვერისთვის. აქ მაცვია ეს ყელიანი თბილი ზედა, ამის შიგნი მაცვია აი ეს ნაქსოვი, რომელიც ძალიან თბილია და ნაქსოვის შიგნი მაცვია ერთი ჩვეულებრივი მოკლეკლავიანი ზედა. სულ ეგაა ჩემი ტანსაცმელი. ქუდი უმჯობესია იყოს სალაშქრო ქუდი და შიგნი რაღაც ფენა ქონდეს, რომ ქარს არ ატარებდეს. გჭირდებათ სათვალეები. დანარჩენი უკვე რასაც იქირავებთ, იმიტომ რომ ეხლა სამთო აღჭურვილობა ყველას არ გვაქვს. მაგალითად წერაყინი, წრიაპები, გჭირდებათ კარგი თავის ფანარი, კარგი ფეხსაცმელები. ბევრი რაღაცის ქირავება შეგიძლიათ რა. ახლა უნდა გავიხადო ესეც. ას გავუშვებ ფეხებში. კი, ჩემი საძილეტო მარ არის -17-იანი, მაგრამ თბილი ტანსაცმელი ხო უნდა ჩავიცვა დილას. ამიტომ ტანსაცმელი თუ გინდათ რომ დილას ჩაიცვათ თბილი, გავუშვით ფეხებში. პირდაპირ ზედაწიკით. თქვენ როგორც გაგიხარდებათ. დავიძინებ უკვე მეგობრებო. მინის კონდა ჩემთვის გამოტნეული წერილი რა, ოღონდ კარავში ვიქნები, მე წაიკითხავ და ხა პირველ ღამეს ვერ წავიკითხე, ვიყავი სასწაულად გათიშული. ჯიბეს ჩავიდი და ისე დავიძინე. ეხა წავიკითხე და რავი რა. სიყვარულზე კაი არაფერია. ისეთ ენერგიაზე და ისეთ ძალაზე მომიყვანა, რომ ყინორწვერი რაც არ უნდა რთული იყოს, ალა.
მოკლედ მეგობრებო, ამ ძედასაც გავიხთ, იმიტომ რომ უკვე მაგრად მცხელა, სერიოზულად დამცხარა. ხვალე როგორც კი გავიღვიძებ, ცოტა ხანი ვიწვევი დასვენების თემაში და ავდგები მე და მოკლედ შეგეხმიანებით. დილოში დობისა მეგობრებო. რუის 9 წუთია ზუსტად. 6 გავიღვიძე. გადასარევად არ მეწია. იმიტომ რომ კარი იყო ისეთი, მე თქვი წამიღებს. ხო და კარავს რა მოძრავებდა. ეგ ხმა მაგვიძებდა რა, მართლა არ წავუღივარ, მაგრამ სხვა თემა კაი იყო. თბილად ვიყავი, ძალიან თბილად ვიყავი. ოდნავადაც არ შემციებია. რავი, სხვა ისეთი არაფერი. ცოტა ხანს ვიწვევი და ავდგები, თორე არ მიყვარს უაზრო წოლა. ერთი რაც არის მარცხენა ფეხის ცერა და საჩვენებელი თითი მტკიო და საშინად რა. ხამე ეგ მაგვიძებდა მომენტებში და უნდა შევამოწმოთი რა მჭირს. თორე ეს თითის ტკივილი უბრალოდ არ ვიცი. სხვა არაფერი, ცოტა ხანში ავდგები. ჩავიცმევ. ზად ვარ მეგობრებო გასასვლელად, მანამდე იზის ბანანის რაშუნებს შევჭამ, ამას აქვს 356 კალორია, რაც იდეალურია. დღეს ვფიქრობ, რომ ბიჭებთან გადავიდე, იმიტომ რომ კიდევ იქნება ქარი რა. და მე თუ ქარმა არ მომასვენა, ღამე კარგად ვარ გამოვიცინე. ყინვარწვერისთვის ენერგიაზე ვერ ვიქნები. შესაბამისად, თავარი არის გამოწინება. მუღამი ისიც მქონდა, რომ აქ დავჩენილიყავი, პირდაპირ ყინვარწვერის ძირში შევასრულე. და მართლა თბილად მეძინა რა. ყველანაირი გაზრდობის გარეშე. სხვათა შორის ახლა დილას რო გავუგვიძე, გავიხედე ქვეშ რა. საძილე ტომარა, იქით ჩამიწევი, საძილე ტომარა მეთქი. ძირსაგები გასაბერი, იქით ჩამიწევია, მე ვყოფილო რაკეთ. ღამე ძალიან მოძრავი ძირი ვიცი, ანუ ფაქტობრივად ძირს მეძია ყინულზე რა. დასაჭმელიც უნდა გამოვიზიყო. კი ბევრია რაღაცები, მაგრამ ისიც აქვნა რომ უცებ შევჭამო. დღევანდელ დღეზე უნდა გავთვალო კარგა. მაგარ ენერგიაზე რო ვიყო. კალორიებსაც დავითვლი. და აი დღეს რო დაღამდება და გადავა უკვე შემდეგ დღეზე. 12-ს რო გადაცდება შუაღამის რაღაც საათებზე. ლევანი როცა იტყვის ავდგებით, დავუშვებით ყინვარწვერისკენ. და გზადაც რომ მქონდეს რამე სუბუქი და ნოყიერი. ნახშირწყლები რა. ამ დროს გინდა უცებ ნახშირწყლები. ამაში არის 91 გრამი ნახშირწყალი. გავპარკდი მეგობრებო უკვე, სულ ჩავალაგე ჩანთა. ეხლა იქით გადავა. საიტაც იჭერს. ჩემებს დაუკავშირდები და მერე გადმოვანენე რამეებს ავიტან. ასეთი საყვარელი სუგები შეგვხვდებიან გზაში. დიდი ნაგაზები. ყველა ძალიან კეთილი და ჭკვიანი არის. თუ შეძლებთ რამე წამოუყოლეთ ხოლმე. ამას ახლა ძინოს გუში ვეფერებოთ, ისეთ საყვარელყო, მე აღარ მეშვებოდა. ტაისონი მინატრება, მაგრამ მე ამათ რო უყურებ. სხვანაირად უკვე. ტაისონის წამოყვანა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვერ წამოვიყვანდი, ხო ეგ რა, სხვა ძაღლები რო არიან, კი იცი ტაისონი ძალიან შარიანია, სულ ჩხუბობს, მამლებს სულ ეჩხუბება და აქ ახლა მაგის გაკავებას ვერ დავიწყებდი, რაღაცას დაუშავებდნენ. ეს იყო პირველი გასვლა ინგლისელების მიერ 1868 წელს. დუგლას უილიამი, ადოლფუსი,
ჩარლზი და ფრანკო. გადმოვედი ოთახში. იქ მაინც ხო წელი ავიდგიე. Короче, камера участвует. Работает когда? ბარიში? არა. ავადობის წყალი, ჩავასხია მაშინ, მოაჯანჯარე და შევაგდე ეს ადგილში რა. ფეხქვეშ მე და მე ლევანი გარეთ იყო რა და მე გიზელი მაქვს. და რომ შემოვამეთქი ბიჭული გამოგვიზებას. მე ამოვიღებ რა, გაგრილდება თუ. არაფერი არ გამოგვიძებია. შემოვიდა. ცოტა ხანი გავიდა მე უცებ. გავხსენილი გამოვაგდე რა. ვიდა კი ვიყავ. მე ცეგლემედო თავიდან და მე დავლიე. მე დავლიე. მე ახლა ეს სიტუაციაში შევასწირო, არ ვიცი შენ რა იყო. ცხელი არ შეიძლება უკვე პლასმაში. ლეონ შენ რას ეტყვი ხალხს? ხალხს? გიყურებენ ახლა. აუთ. თავისთავად. ასეთი ჩვენი ოთახი. მე აქ დავწვევ ზემოთ. ეს აგოძაბო მიმდინარეობს. დასატოვებელი და დასაყრელი არ არის. ლეონ ერთი ბურთულა მომაწოდე კაი გემრიელი. აი ეს აი რა ვიცი. ხანძამა. ყველასთვისა. დაუძახის ხოლმე. მეგობრებო, უნდა დავაწვეთ ახლა ეკლესიისკენ. საქართველოში ყველაზე მაღრამდებარე მოქმედი ეკლესია. აი ესე უნდა ავყვეთ. აი გამარჯდა ეკლესია. მეტყვი უკვე აღარ ჩანს დაიმალა ეს გვეფარება. ეკლესიისკენ მივდივართ მეგობრებო და თან ვისვენებ გზაში. ორგანიზმი უფრო მიეჩვია, თორემ აი აქ არის მეტეო, ნახეთ. ლევონის ცოტა ქვემოთ რო იყო უკვე თავმა, მაგრამ დაიწყო ადგება. ამოვედი მეგობრებო, თავი მისკდება ძალიან. წნევა მაქვს რა. ანუ საერთოდ აქაურობა ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის ყოფილა წნევა. მეტი არაფერი. ენერგიაზე ვარ, მაგრამ წნევა ხო იცით რა შვება. გაგდებს რა, რასაც ქვია. თავი მაქვს გახეთქოზე. თანაი რაც რუკათის უფრო და უფრო მტკივა. ეს არის ბეთლემის ეკლესია, სადაც ამოვედით. საქართველოში ყველაზე მაღრამდებარე ეკლესია, რომელიც ზღვის დონიდან 3900 მეტრზე მდებარეობს. აქედან მყინვარწვერთან ჯერჯერობით ყველაზე ახლოს ვართ. მაგრამ მყინვარწვერის წვერი, სადაც უნდა ავიდეთ, ჯერ კიდევ არ ჩანს. აი ასე ახლოს ვარ ჩემო ცნებასთან. ძალიან ცუდად ვარ, თავი მტკივა, წნევა მაქვს, მაგრამ მაინც ბედნიერი გავუყურებ მყინვარწვერს. აი იქ არის წყალი. ეს არის გადამდნარი ყინულები, რაც იქიდან მოდის. გემრიელესია. ეკლესიიდან ჩამოვედით მეგობრებო, თოვლი რო გადავოდნით არც დამილევია რა. ისეთი საზღარი გემოქონდა, ისეთი საზისხარი. აი კანალიზაციის წყალი რა, საშინელება. მეგობრებო, კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრათ. აშკარაა რომ აკლიმატიზაციას კარგად ვერ გავდიო არა, ძალიან ცუდად ვარ. ვერ აგიხწერთ, ენერგია მაქვს უზღვავი, მაგარ ჯანზე ვარ. შემიძლია ხა ვირბინო, აზიდვები ვაკეთო, ტურნიგზე, აჯიმანიები, აი ბუქნები რაც გინდათ მითხარით გავაკეთებ რა, მაგრამ აი ვერ დავდიო არა, ძალიან ცუდად ვარ. თავი მაქვს ახტაზე, აი ეს მაქვს ახტაზე, მისკდება რასაც ქვია. გული მერევა საშინლად და მაციებს და מחურებს. აი მომენტებს შეიძლება მაკანკალებდეს
და მე შეიძლება ისე ჩამახუროს აი გულკერდის არეში და მეგონოს რომ აი რაღაცა ვიწვი და უნდა გავიხადო რა. ჩემი ორგანიზმი და წნევა აშკარად ძალიან ცუდად მიდის რა ეს საქმე და არ ვიცი მეგობრებო რა იქნება. იმედია ამ ეტაპზე დანებება არ მომიწევს რა. მეგობრებო, დაძინებამდე არის სიტუაცია ასეთი. ახლა ლევონის ვეხმარებოდი რაღაც ვიდეო უნდა გადაეღო. მოკლედ ასეთი სიტუაცია. ახლა ვარ ძალიან მაგარ ჯანზე. აი სადაც კიდეთ მიმიშვით რა, მაგარ ჯანზე ვარ მართლა, მაგარ ენერგიაზე. ახლა წეგან სპეციალურად დავრბოდი. მაინც რომ გამომეცადა გულის უთქვა რამე რომე და შვენივრად ვარ. მოკლედ სიტუაცია ასეთია. ამაღამ 2 საათზე რო გავიღვიძებ. თუ შევატყე რომ მაგარ ჯანზე გავიღვიძე, არც თავი მტკივა, სულკაც კარგი მაქვს, ენერგიაზე ვარ. აი გზაში რაც არ უნდა მოხდეს, სულ რო ცუდად გავხდე და თავი მისკდებოდეს, პირდაპირ გეუბნებით, სულ რომ მისკდებოდეს, ეკლესიაზე რო ვიყო, სულ ეგრე რო ვიყო გზაში უკვე, არ დავნებდები. თუ შევატყე რომ უკვე საწოლშივე ცუდად ვარ. მეგობრებო, ეგ დანებება არ იქნება, ეგ იქნება უკვე რომ თავს წნევას ვეღარ ვერევი რა. ასეთია სიტუაცია. აკრეთ მეგობრებო, მაგის თქმა მინდოდა რა. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ღმერთმა ქნას შევძო თუ ღმერთს უნდა რომ მე ეს გავაკეთო, მან იცის კიდეც მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, მაგარ ენერგიაზე გავიღვიძებ და თუ ღმერთს არ უნდა რომ ეგ გავაკეთო და ეგ გავიღვიძო ცუდად და არც გავაკეთო. როგორც ლევანი მირჩია, ახლა უნდა მივიღო ბევრი სითხე, მაგრად ვჭამო. აი მაქსიმალურად მაგრად უნდა ვჭამო და ბევრი სითხე მივიღო. და მე უკვე ღამის 2 საათზე, უკვე ამ ღამის 2 საათზე რო გავიღვიძებთ, შევხედავთ. თუ ლევანი ჩათulis ჩემი ჯამთელობიდან მომენტიდან გამომდინარე, თუ ჩათulis რომ შემიძლია წავართ. თუ არა და არ და ენერგიაზე ვარ ახლა იცი. ასე გავყვე. ორი ყავა რო დავლიო რას მირჩევ? არა. არა? არა. აა, გულს აგიჩქარებს რა. შენ ესეთ გული გაჩერებული მაქვს, ხა ისეთასაც ჩქარებული არის. და არა, ყავა არც მიცევს ხოლმე. აგინდა არა. მე მაგიტო ხო ეს ყავები ძლიერია. არ მაგას ვეძებდი რომ კაფეინის რაოდენობა წამეკითხო. ვაფშე ხა ანუ მე საერთოდ ძალიან ხშირად ვცვა ხოლმე, კარგი არ არის, მაგრამ გორილას რა. 130 მგ აქვს. 130 მგ აქვს ისა კაფეინი. ხო. ძალიან შორდროც ვცვა ხოლმე, მაგრამ ეხლა ვფიქრობდი, მე დავლიო არ ბოლოს ლევანის მეცი. ასე არის, არ მინდა შენ. ვფიქრო რაღაცა გული ცუდა დამიჩქაროს ხა დარბაზში და მაშინ ხა უბრალოდ სითხეებს მივიღებ და საჭმელს. და კარგი ძილი. ახვალ სახის ავახლებთ. მეგობრებო, ავდექით, თითქმის ღამის 3 საათია. ვიწყეთ მომზადებას, ჭამას და გასვლას. ამინდი იდეალურია, ნახეთ როგორიცა არის, არ ვიცი, აქ ვერ დაინახავთ. ნახეთ, იდეალური. ღმერთს მშვიდობიანი გასვლა მოგწეს. მანამდე გაჩვენეთ კადრში, რომ ჩვენს წინ 3 კაცი გავიდა. აქ მიდის მზადება. შევჭამთ იზის ლობიოს. ამაში არის, ხო? ვასკაცი. ამაში არის 399 კალორია. რაღაც წაფი გვინდა რაც დაგვანაყრებს. წყალის გოგთან და რა ვიცი. გამოსულები ვართ. ლევან, ხო არ გახსოვს რომელზე გამოვედით? 4-ზე. შენ? აი ვასკა მესამე კაცი და ესეც მე მეორე კაცი. ჯერჯერობით თავს იდეალურად გწნობ. გავაგზავნებთ ახლა. ლევან, დაახლოებით რა დრო გავიდა თუ იცი? ჩვენი გამოსვლიდან. ვა. რა მალე გავიდა? აი ესე მიდიოს მეგობრებო. ჯერჯერობით ჩვენი როდ გწნობს. მეორე შესვენება. ლევან, რა სიმაღლეზე ვიქნებით დაახლოებით?
უმაღლესი ის იმაზე? და რა კარგად ვარ იცი? ზამაგრაი. ვასკაც მაგრად არის. ცაკი ულამაზესი გვაქვს. სა ისეთია ჯერ ვარ მინახავს, წამოწები და უყურებ იმენა. გაიცანი ხალხს. გავაჭიროთ, მე ვარ შვილიანი ვარ ხო. თორე როცა ცივა. თბილი ვარ. ის მეც ეგრე ვარ ახლა. ეგ გულებრივი არ მარტო მე არ ვარ შვილიანი როცა ცივა. აბა რა. კიდე საჭიროები ყოფებით სტუდენტად 4000 არც მეტი არც მეტი რა. და ჩვენ წინაში არის ანუ რამა ჭაუხიბონია. პანტეგონია არ არის, მაგრამ ჭაუხიბონია რა. ის არის ჭაუხი. ახლა გულებს რა გამაზე. ის არის სხვა. ონტ არ არის. ის არის აქეთ ოწვერი. ოწვერის ქედი. ეს არის ცნობილი ხმაურა. ეს არის? არის საჭიროება რაც უნდა სიცივე და ის კაგი მომეწონს რაღაცას მაინც იქით მესმოდა კი მზის სამოსლო იწყება ლევონი უკვე მომპავს როგორ გავიქცე წრიებების ჩავიცვით ლევან ეს ხმაურა ხო? ხმაურისთან მოვედით პანაგზაზე ნახა უფრო ხმაური რა დოქვი არ ვიცი საშუალოდ ანა ხო შემოვლო კაცი იქნები მე ვქნებოდასი შენ მეთქი ამაცებული შენ კონტროლორო ეს არ არბენი არ უკაჩო და შენ ძალიან სწრაფად არიან რომ თოკი არ დავარდეს ანუ შენ მაგას აკონტროლო ჯოხები მინდა ჩაოლებრივად როგორც ხონდა ყველაფერი გინდა აი მოკლედ ტემპზე იზრუნეთ და ერთმანეთზე არ არბენი მაგის მიხედვით ავიღებ შენ როგორც ცივლი შენ იქნები პატრიზე დამოკიდებული პატრი როგორც ცივლის შენ როგორც ცივლი მე შეგხედავ და მაგის მიხედვით მე ასე მიყვები მეგობრებო აგვიხსნა ლევანი როგორც უნდა ვიაროთ ჯერჯერობით კარგად ვუჯერებთ ნაპოლიში ეხლა ვიცი თუ ხედავთ რომ დაგანახეთ ცოტა ხანში გავა? აქ ეხა დაბრალია და ნელა ჩამოვა კარგი სარისკო ადგილი. ჯერ ვასკამ უნდა გადაიაროს. აუ დიდი ნაპრალია ძალიან. ესე დავუწევ. რა, მე თოკი გაუსწორი რომ გაიჭედა აიცა ბიჭო ლევან
აქ სად უნდა დავდგა ფეხი? იუნზე ჩააბიჭი. მოიცავე წამს. არა, ეს უნდა ჩავდო ჯიბეში. აი ამ ყინულზე ჩავაბიჯო? მეგობრებო, აი დედახვიცა ვარ. იმ დინაპლაზე რო გადმოვიარე. ეგეთი საშიში ცხოვრებაში არაფერი გადამინახოს. აი მართლა არაფერი რა. აი რა ვიცი. რა გითხრათ? ეგ იყო. აი რავი რა. ახლა ვართ ასეთ ადგილას. და იქით არის უზარმაზარი ნაპრალები. როგორც ლევონი თქვა, წინ უარესი ნაპრალები გელითო. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. რო შევძლებთ, უნდა გვჯეროდეს. ღმერთთან მშვიდობით გზაზე გვატაროს. აქ უკვე მჯერა მარტო ლევანისი, პირველ რიგში ღმერთის და მე ჩემი თავის რო გამომიო. Georgia, good country. მეგობრებო, ეს არის What's your name? What's your name? Archie. მარტინი. Archie from Poland. პოლონელი არის. Georgia very good. Kubdari, the best. Kubdari is my favorite. უბდარი მოსწონს. Right. მარტო მოდიოდა და დაგვეწია. He's all alone. Yeah, alone. No, but not alone. With my Georgian friends. კარგი ბიჭია. He's good boy. მეგობრებო, ნახეთ სად ვართ? შეხედეთ რა მაგარია. აუ, რამხელა ლულუები მქონია. აგერ უყურებ ყინორ წეს მეგობრებო, მაგრამ ცუდად ვარ. აქედან ბადრის სულ რო უნდოდეს წასვლა და შემეხვეწოს აქედან ვეღარ წავა მორჩა. გადაჭრილია ეს გზა. არა ძე. წასვლა არ მინდა, მანამდე ვიყავი ძალიან ცუდად ვერ სულქავდი რა. ამ მოხდა ფილტრი, განსაკუთრებით მარჯვენა. არა წასვლა არ მინდა. ენერგიაზე ვარ. აი ჩვენი წვე. კაცმა სიაღმართი ამოიარა, სამსაც აივლის. კაია, კაი. ერთი რაღაცაა ცუდი. აბა, ტრის ტერიტორიაზე ვართ. ჭექ თვითონ გონიათ რომ ეგრე აქვს საზღვარი ჩვენი გავლებული. არის, ხო, იცოდეთ, ეს არის ჩვენი. გაახედე, აი ისი ჩვენია და ჩვენი იქნება მე მოვადრო. იელბუზის ხო ჩვენი იყო ერთ დროს. ყველაფერი ჩვენი იქნება. ერეკლე, მეფე ერეკლეზე რო ალექსი. იელბუზზე ფეხი შედგა დიდმა მთებმა იწყეს რეკა. ხო და რეები ახსოვს ამ ბიჭს. სუ ჩვენია ეს ტერიტორია იცოდეთ. იქნება. აი ჯიგარი ბიჭები. ხორცილი უნდა გადამიღო. ამოვედი და დამოხვედრით ჩაი და რაღაცები. აბა რა. მაგრამ ნახევრად რა მოიღოს. აი ეს ღა დაგვრჩა რა, უყოთ უკვე უჩანდოთ. არა, ჩემი სპონსორი და რა უკვე. ენერგიის სპონსორია. ვითომ და ბოლო აღმართი, მაგრამ ეს აღმართიც გაიწერა. თანაც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ არის უფრო შეკიტული აღმართი, გჭირდება მეტი ჟანგბადი და სამწუხაროდ მე ისე ვარ მყოფრინდა ჟანგბადი. მაგრამ საბოლოოდ მეგობრებო, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება ახდა. მოიცა მინდა რომ ვაკოცო. ჩამხუტი ერთ წამი რო დავდო შეიძლება? კი. არ დაგისრიალდი. ჰა? არ დაგისრიალდეს თავარია. ეს მოსაწერი მაქვს. არ მეგონა რომ შევძლებდი. არა, გამოვიდა. მოიცა. ავარი დამავიდა.
რა გითხრათ, მაგრამ ჯიზე ამან აღდა დამოგვიყვანა. იწა. ჩემი თავი მინდა ჩავსო ბოლოში. მეგობრებო, ახლა არის 6-ის ნახევარი. იქითაც მოდიოდით არაფერი გადამიღია, იმიტომ რომ მკვდარი ვიყავი. აგერ ჩაბმული მოვყავდი საცოდავად. გზაში 2 ციტრამონი დავლიე. აშკარად იმოქმედა რა. გაიარა სულ ყველაფერმა. ეხა მაგრად ვარ. და ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ამ კაცს ლევანი აპკ. არს გააკეთებს, ისეთ რაღაცებს დადებს, რაც ქართული YouTube-ზე არსად იქნება. აგერ უკვე მიზანს რომ მივახციეთ და თქვენც ნახეთ რა გააკეთა, უკვე შედეგი დადებულია რა. ისეთ რაღაცებს აპირებს. არც ერთ ქართველი YouTuber-ს რო არა გაკეთებული ესე სამთო თემაში. ძალიან გიჟობა რაღაცეები. ბევრად რისკიანიც არის. არ აინტერესებს ხვალ რა მოხდება. მოკლედ მაგარ ვიდეოებს დადებს რა, კარგ ხარისში რა თქმა უნდა და რაღაც დაგროვდება რა. ღმერთმა დაიფაროს. ხო და ის რა ქვია მეგობრებო, ლევანი აპკ აღწერაში ჩავსო ლინკს და გადადით გამოიწერეთ უეჭველი, იმსახურებს კი არა რა ვიცი. მეგობრებო, ამას ქვია ხმაურა ამ ადგილს. იმიტომ რომ სულ ცივა ქვევია. სულ რა. ანუ მანდ ახლოს გავლა სარისკო. აქ ჩვენ სადაც ნაპრალებია ლევანის იმიჯის ჩვენ უკან მეყვებით. ეს არის ჩვენი ყოფნის მეხუთე დღე. დილას 8 საათზე ავდექით. გამომძადეთ მიდავასკა და წამოვედით. გასავლელი გვაქვს. აი ეს ყინულის გზა. მე ეს ალპური ზონა სულ რაც არის. სადღაც 3 საათის თემაა რა. ჩავალთ მანქანასთან, იქიდან დაგემშვიდობებით. მეგობრებო, ჩამოვედით მე და ვასკა. აბა ვასკა რა სიტყვი? კარგი იყო. ისეთი როგორცაც ველოდით რა. კი. და ბევრი პრობლემების მიუხედავად მაინც ჩამოვედით ზაო. ხო, აი მკვდრები ვითავართ რა. ფეხებს ვერ გვგზავნა, ფეხზე გავიხადე, ხე ფეხშველა უნდა ვატარო მანქანა. თბილისამდე არ ჩავიცვენ ფეხსაცმელს, იმიტომ რომ თითების მომხრა რა კაია. მოკლედ მეგობრებო, მადლობა, რომ ვინც გვიყურებდით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.